ყველას მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ასეთი ფორმატის ვლოგი გადავწყვიტე, რომ გადამეღო. რეალურად ამ ვლოგის საწყისი მატერიალი არის სადღაც 1 და 20 წუთი და გამოვიყვანე აქედან 21-22 წუთი. მოკლედ, დღეს ისვენეს როგორც იცით და მინდოდა რომ დამელაგებინათ ცოტა სახლი, სანამ მოვიდოდა, ჩემ მანქანის გასარეცხად იყო წასული როგორც იცით და სანამ მოვიდოდა, მინდა რომ დამელაგებინა და როგორც კი დავიწყე, ისიც მოვიდა. ხო, ეს არის ევას მაგიდა, რომელიც ყოველ დილას ლაგდება. მაგრამ ყოველ დღე ემატება ეს ქაღალდები, ნახატები, ვხატავთ ძალიან ბევრს, თამაშობ და ეხა მაგალითად უკვე დღეს ნახევარი გასულია, როცა ამ ვიდეოს ვაკეთებ და უკვე ისე დღე შეიქავრება, რომ საერთოდ არ ეტყობა თუ დილას საერთოდ ხელი შეეხო ამას და ეხა როცა ბავშვია ეს ასეც არის და ასეც უნდა იყოს. ასევე მაგიდა მისაღებში, სადაც რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი ყოველ დღე ვეხებით, დავდივართ, ჭამთ, პლუს ამას არ ვიცი, საშინელი მტვერი შემოდის, უკვე დღეს მეორე ნახევარში მაგიდა არის მტვრიანი და ყველაფერი არის მტვრიანი. არ ვიცი, რატო შეიძლება მშენებლობა როა გვერდზე თუ რატომ არის უბრალოდ ქალაქი როა, იმიტომ არ ვიცი, მაგრამ ასეა. ხო, გადაუარე სველი სალფეტკით ამ ყველაფერს. ბონი და ევა ძალიან აქტიურად მეხმარებოდნენ, რა თქმა უნდა. და რაღაცნაირად ძალიან შემართებულად ვიყავით. ეს კი მინდოდა უკვე ძალიან დიდი ხანია რომ გარეთ გამეტანა, მაგრამ ვერ დავაყენე საშველი, იმიტომ რომ ლიას მოაქვს გამშრალი რაღაცები და ამაზე ალაგებს. მე ისინი შემოიტანა კიდე ეს შპილკები, სარჭები თუ როგორც არის ქართულად, ეგენი შემოიტანა და ესე გაუკეთა ზედა. ძალიან არ მომწონდა როგორ იყო და მინდოდა გარეთ გამეტანა. და იქაც გავატანე გარეთ როგორც იქიდან დავაყენე საშველი. ბონი და ევა, რა თქმა უნდა, აქაც ჩემთან არიან და მეხმარებიან როგორც ყოველთვის. ხო, იქ ჩვენსაც დააყენა ჩემ მანქანა. იქ ზუსტად ძაღლებთან. და მე ფაქტიურად მანქანა არ მყავს, როცა იქ აყენია, იმიტომ რომ ძაღლები არიან ის ძაღლები იქ, სადაც მე ვერ მივდივარ მათ გამო. უნდა გავკიდო სარეცხი. No bashing,
всё, დავედი. მე ბონი. ბონი. კი, შევედით სახლში, აბა. სახლში. კი, სუფთა გაქვს. შევედით. შუალედში აი ეს არის ბონის საყვარელი პოზა და ესე დავისვენეთ მე და ბონიტამ. დიდი ხალხები. ორი. ორი. ყוואებ. ხილათი არის. მოიტანს, ნარად. კიტრი. შურის პური. და ყვეცი. ეზოში ჩამოვიდ მოიგიხე კობას არ არისო. კობა გამარჯობაო. დილას დახტა კობა გამარჯობაო და ესე უნდა გამარჯობა კობა გამარჯობა და დაახმარება. შეგიშველდება ფეხი. დაახმარებლებნებოდა ისე მე ვერ გაიგო. მარტო მე მესმოდა. ასე მივდივარ ხოგოები და ბიჭი. უნდა გავისეირნოთ ჯერ პარკში. მერე არ მუშაობენ და ჯერ გავისეირნოთ პარკში. მერე კარფურში. რა ვიცი ამას რამე ენდომება. ან პირდაპირ წავაქვთ ორ ნაბიჯში, ორ ნაბიჯისკენ იქ ბოსტნეულში მინდა. უი, ჩქა. რაღაცები ჩამოიყარა. ხო და ეს გოგო. ეს გოგო. ქარა გოგო, ჩქარა. ხო და ისა. ვიცი ახლა გავაკეთო დღეს. აფილო. რა? კექსი. კექსი არა, იქ ხადა კიდე. ხო, სტაფილო მინდა გავაკეთო იმაში. რა ქვია, ნიგოსში. წარმოინტერესებს როგორი იქნება. ირმა მომწერა იმ დღეს რეცეპტი, ანუ მოხარშულ ვერსიაზე და ეხლა დღეს შევხვდა კიდე. ანუ უმსხეხავ და მერე თუშავ ხალხთან ერთად. აი მაგ ვარიანტის გაკეთებას ვაპირებ. და ნახთავარ როგორი გამოვა. ვიყიდი ჭადის ფხილს, გამოვაცხობ ჭადებს. ჭადები, ნიგზიანი სასტაფილო და ხადა კი არ. იმასაც ვიყიდი პასკას ერთ წელს. აი პარკში ძალიან მიყვარს აი ამ დროს დილის ესე 12-ისკენ პარკის სიმშვიდე, სიწყნარე, აი რაღაც არა ვიცი, უმირატვარიოვნას ჰარმონია. არ ვიცი ამას გამოჩნდება ეხა ეს ვიდეოში როგორი სიმშვიდეა, როგორი სიწყნარეა, როგორი ჰარმონიული გარემოა. ხოგა ის არიგა სიმშვიდე ძალიან ამ დროს საღამოს ისეთი ამბავია ხოლმე იმდენი ხალხი საკანელა აქ არის, სასრიალოც აქ არის. ეს დაღეშვარი შეღებილი უამრავ გზის მანიქურწასმური საღებავ წასმული. კი, საკანელასთან მივიდივართ. ხა მამა როგორ მიჩქარის. Yes, cute. ბაია. კი, ბაია. უკან ბაია პატარა ბავშვი ყავდა ხავს კალიასკაში. Mamazi. Baya it's cute.
გამარჯობა. სალამი. არა, არ მეშინე. მე მიყვარს. გიყვარს ჭიანჭველა? მე მიყვარს ენთო. თან გოგო. ევა ენთ არის? დედაც ენთ არის. მამაც ენთ არის? ყველანი ჭიანჭველები ვართ? Yes? Okay. Молодец. დაგასწრო. არა, უშავს იქით ვიქანაო, იქითაც არ წამო. აი, ნახე რა ისაქანერებია. აქაც არის, იქაც არის. იქაც ამ დროს არის ადგილი. ხო, ეს გაწყდა გასაკეთებელი. მე უნდა გააკეთონ კი. კი. კიდე დაგიჭირო ეგ გოგო. ხო, გოგო გადავს. შენ რა დაგინახა გამოიქცა და შენ ზეცი დაჭდა. ესო მიდიოდა დაინახა და. დედა, ხო. ეს დედა. ორი დედა, ხო. έα. ბაბუა წერა. ამას კი ბაბუა წერა. ეგა მაგას არა აქვს ისინი ჯერ. გამასია. ყვავილი ხო. კარგია? არა იყიდა ქალბატონმანი. მჭადი თქვილი. სეგი კაცვარა მე ამ მომტანი ავიყავი, ამიტომ გამოვიყენე სიტუაცია. ახრი. დაფილოთავ და უზოგავი. ჭარხალი. გოგო. Onim გამოვიდა. Onim? მოდია გერტში. პატარა დახნოში. აუ, სტაპი ეს ბროკოლი ხო ის გამივარდა. იქ შიგნით რო ვიტავ. ბროკოლი. ბროკოლია თუ რა ქვია, ჭარხალი. ჭარხალი, გაგივარა გაგძვე, იმახარებში დაიჭი. არა, გამივარდა და პირდაპირ აი ფშილი მოვიტინე იქ დამეცა ზემოთ. აუ. მარა არაფერი შეგიძლია. მიგოძი. წვანილი და სალათის ფურცელი. პომი. იმენა, კივიძის უნდა გვიგი. 32 ლარი გადავიხადე. გახსენი ლოლიპაპ. გახსენი ლოლიპაპ. აი კილო და 200 სტაფი. ახლა გავხიხ. როგორც უკვე გითხარით, ვაკეთებ ჩემი იღმას მიერ შთაგონებულ კერძს, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. ეს არის სტაფილო, ნიგუზიანი სტაფილო. გვარჩევ 3 ცალი ხახვი უნდა, მაგრამ ერთი ნახევრად დამპალი აღმოჩნდა, ამიტომ ნახევარი მოვაჭერი. ნიორი ბევრად მეტი უნდა და რეალურად რეცეპტში, მაგრამ მე არ მიყვარს დიდად ნიორი, ამიტომ მოვაკელი ოდენობა. ვჭრი ხახვს და თან უკვე თვალებით ცრემლით მევსება, იმიტომ რომ აი არ ვიცი, ყოველთვის მეტირება, ყოველთვის მატირებს ხახვი და ადრე ნიორი თითქოს არ მატირებდა და ეხლა ნიორიც მატირებს. თორნიკე დამეხმარა ამის გახეხვაში, ძალიან რთული იყო, კილო და 200 სტაფილოს გახეხვა. ხელი აი ეხლაც გეგოება ნახრძობი აქ ისე მტკივა და აი მე ვინმე მიშველეთ მეთქი დავიძახე და ძალიან არ მინდოდა, მაგრამ მღვედი რომ გიშველოო და გამიხეხა მთლიანი სტაფილო. იწვა და ადგა იმისთვის რომ მოსულიყო და ჩემთვის სტაფილო გაეხეხა. ესე იგი კილო და 200 სტაფილოზე 3 ხახვი, ნიორი მე მქონდა მგონი 6 კბილი, 200 გრამი გატარებული ნიგოზი, 50 გრამი მილილიტრი ძმარი,
რა თქმა უნდა ზეთში ითუშება ეს სტაფილო და ხახვი ერთად და სანელებლები, რომელიც თქვენ გიყვართ, რომელსაც უკეთებთ ნიგზიანებს, მე გამოვიყენე უცხოსუნელი, ქინძი, ყვითელი ყვავილი, შეგიძლიათ წითელი და ღერღელი წიწაკაც გავუკეთოთ, უბრალოდ ჩვენთან არ გვიყვარს. ხო და აქ მჭადებისთვის ვრცელ ცომს მე ძალიან მიყვარს ესეთი მარტივი მამაპაპური მჭადი, რომელიც არის უბრალოდ ფქვილი და უბრალოდ მარილი წყალი. ხო. და ხა პირველად გადავწყვიტე რომ გავაკეთო ხუმელში, იმიტომ რომ რეცეპტი რომელიც TikTok-ზე ვნახე, ამ სტაფილოსი იმ ადამიანს ჰქონდა მჭადებთან ერთად და ზუსტად ასე მოამზადა. მართალია სილიკონზე ვაკეთებდი, მაგრამ ცოტა ზეთი მაინც მოუსვი ძირზე, როგორც დაინახეთ. ხო და მჭადები უბრალოდ დავაგორგოლავე და სასურველი ფორმა მივეცი, ძალიან მომწონს ეს ფორმა, რომელიც მივეცი. აი ასეთები და ძალიან ლამაზი გამოვიდა სხვათა შორის. ხო, და 180 გრადუსზე შევდე, დრო არ დამინიშნავს, მე დროს არ ვინიშნავ ხოლმე, უბრალოდ ვნახულობ ხოლმე მზად არის თუ არა. ხო, აი ესე ითუშება, ეს მზად არის, ხელით უნდა ამოჭრილეთო ამ. და ხო, აქ დავამატე მარილი და აი ხელით დავამუშავე. შემდეგ კი დავიბანე, რა თქმა უნდა, ეს ხელი ბონი თავის სტიქიაშია ამ დროს, მისი საქმეა თამაში, ძილი და სიყვარული, ამ სინჯაო, რაღაცა უგემრიელესია, ანუ ეხა უკვე თავზე დახურება აღარ უნდა სტაფილოს, უნდა ჩაიშროს თავისი წვენი. მე იქამდე ქინძს ვჭრი, ცოცხალი ქინძი ძალიან მოუხდა, ისაც ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ცოცხალი ქინძით, რა ვიცი, 10 მაგათ უფრო გემრიელია. გადავურიე კარგად ერთმანეთში, არ ვიცი, ვისაც კულინარია გიყვართ, ეს პროცესი არის ძალიან სასიამოვნო და ძალიან რაღაცა თერაპიული პირადად ჩემთვის და დავამატე ეს მწვანილიც და აი საერთოდ სასწაულია, ეხლა უკვე ანდრიასაც გავასინჯე, მასაც მოეწონა და აქ ვერ მოვითმინე. აი გაზემო ჭირდება ყველი. აბა, სადილი, წვანი ფოთლები, ზეითუნის ზეთით, პომიდორი, კიტრიც არის, სადღაც ზეთის ხილიცა, ჭადი, ღომელში ნავამცხარი, არ დავაცალე ჯერ კიდევ ცხება, მაგრამ იმიტომ რომ აი ამას ეს არის სტაფილო ნიგუსით. ძალიან უხდება ჭადი. ჩემი მეორე სიყვარული ხორცის გარდა არის ნიგზიანები. ზამთარში და გაზაფხულზე სამ სეზონი არის, ჩერია ძალიან გემრიელი. სხვა რომელიც ვიყიდე, ვარდისფერს არ ვიძახი, ჩვეულებრივი. არც ერთი პომიდორი არ ქონდა, არ ვარ ქონდა, გიმო არ ქონდა. ბოლი, რაღაცა აბა კიტრს მოგცემ თუ შეჭა. რა მგონია, ხაშენ ნიგზიანები მოეწონოს. ეს კიდევ დესერტი. 3/4 დილას ვჭამე ნაწილი და ახლა შევჭამ ამას. ვისიამოვნე. ადრე ვიტანდი ვერც ზეფირს, ვერც მარშმელოუს, ახლა ძალიან მიყვარს. აჰა. აი უგემრიელესა ჭამე. საღამოსაც სალატს და იმ ნიგზიანს თუ დარჩა. ჭადთან არის საერთოდ ხონება პურთან ახლოსაც ვერია პურ. ჭადით იმდან გემრიელი. ხო და ასე გემრიელად და ტკბილად. უკვე იმდენად დაღლილი ვიყავი, როცა სალატს ვაკეთებდით, ამეზარა კამერის ჩართვა, ანუ გავაკეთე სალატი, რომელიც ძალიან მიყვარს, მე ძალიან მარტივი სალატია, სალათის ფურცლები,
ზეითუნის ზეთი, ზეთის ხილი, ჩერი პომიდორი, კიტრი და მარილი. მორჩა მეტი არაფერი, ანუ არის ძალიან მარტივი, ძალიან გემრიელი, რა ვიცი, მე უზომოდ მიყვარს. ხო. და ეხლა პროცესი, რომელიც არ მიყვარს დიდად, ანუ აი თუ მაგალითად მიყვარს ძალიან საჭმლის გაკეთება და უამრავ საჭმელს გავაკეთებ, ოღონდ ჭურჭელს ნუ დამარეცხინებ, არ მიყვარს ჭურჭლის დარეცხვა. იკა ბონისთან თამაშობს ამ დროს, მე ვეუბნები დასვი იკა და მინდა რომ ყველაფერი მივალაგო, რომ მე ხელი და ნერვი აღარ მომიშალოს და ესე ყველაფერი ამოვრეცხე, იკას ვთხარი მეთქი წაიღე შენ ნაგავი თქო და იკა და თანხმდა რომ ნაგავი წაიღოს და მითხრა რომ მოდი ბარემ პასკაც ვიყიდოთ და ერთი პასკაც იყიდა და მოიტანა ამასობაში რაც რა თქმა უნდა კაცს მიღმა დარჩა და უკვე მივირთვით კიდევაც თვითონ ნაჭერი. ეხლა ვფიქრობ რომ დავიჭდე მანქანას და სადმე ახლო მანძილზე წავიდე. ნუ ალბათ არა შორს, მაგრამ აი კლდანში მაინც რა ვიცი აბა, ნახოთ.